კარგი, ჩვენი საუბრის მთავარი თემა შეიძლება ყველას ეგონოს, რომ მაინც სოკარით უნდა დავიწყოთ საუბარი, მაგრამ როცა საუბარია ტოპ მენეჯერზე წამყვანი კომპანიისა საქართველოში, საუბარი მინდა თვითონ ბაზრის მდგომარეობით და სტრუქტურით დავიწყო. აქ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიას CEO-ს ექსპერტული შეფასება. რა სტრუქტურასთან გვაქვს საქმე დღეს მოთამაშეებთან და 2025 წლის აი ამ პერიოდისთვის როგორ ჩამოყალიბდა საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარი. პირველ რიგში მადლობა რომ გვესწრებდი, ჩვენთვის დიდი პატივია შენი სტუმრობა. ზოგადად საქართველოში არსებობს ეს სტერეოტიპი, რომ საკმაოდ ცოტა კომპანია ოპერირებს თითქოს საქართველოში ამ ინდუსტრიაში. სინამდვილეში პირიქით არის რა. დაახლოებით 50 კომპანია არის იმპორტიორი, საწვავის იმპორტიორი საქართველოში. 300 კომპანია ოპერირებს საცალო ბაზარზე, ანუ სადგურებით არის წარმოდგენილი. ჯამში არის დაახლოებით 1300 სადგური საქართველოში, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობა არის მაგალითისთვის, რომ ჩვენი მაყურებლისთვის გასაგები იყოს, ჩვენ რო შევადაროთ პირობითად 4-ჯერ უფრო ნაკლები სადგურია ბაქოში, ვიდრე თბილისში, ხო? აი ამსტერდამში 6-ჯერ უფრო ნაკლები სადგურია. ერთ სადგურზე 2400 მანქანა მოდის საქართველოში, მაშინ როდესაც 12000-მდე მანქანა მოდის ამსტერდამში ერთ ავტოგასამართ სადგურზე. კონკურენცია არის საკმაოდ მძაფრი. ბაზრის ნახევარი უჭირავს არაბრენდულ სადგურებს. ხოლო მეორე ნახევარი უჭირავს 5-6 ძირითად ბრენდს, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის ერთ-ერთი არის სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი. წარმოგვიდგენთ ალბათ იმ სტიგმას, ხო, რომ ცოტანი არიან მოთამაშეები. ამ დროს ესეთი საკმაოდ ძალიან კონკურენტული ბაზარია, საკმაოდ ბევრი კომპანია ოპერირებს. ნოდარ ყანჩაველი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხით, შემდგომ როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ურბანული მენეჯმენტის სპეციალობით, ასევე მაგისტრის ხარისხით. 2012 წლიდან ყანჩაველი მუშაობდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე, ასევე იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე. 2015 წლიდან 2017 წლამდე იგი სილქნეთის საცალო გაყიდვების უფროსის შემდეგ მარკეტინგის და პიარის უფროსის და ბოლოს კომერციული დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 2017 წელს ყანჩაველი შეუერთდა სოკარის გუნდს საცალო ქსელის უფროსის პოზიციაზე. 2020 წელს იგი დაინიშნა კომპანიის საოპერაციო დირექტორად. 2022 წლიდან ნოდარ ყანჩაველი იკავებს სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის დირექტორის თანამდებობას. ეხლა ძალიან ტრენდულია, რომ ზოგადად ამ ინდუსტრიაში საწვავი არ იყოს ძირითადი პროდუქტი, რაც შეიძლება რომ კომპანიამ შესთავაზოს, ეს წამოვიდა უკვე ბოლო წლების განმავლობაში, ზოგადად სოფლიოში, არა მარტო საქართველოში და რა თქმა უნდა, ქართული ძლიერი კომპანიებიც ადაპტაციას ახდენენ ამ ტრენდზე და ჩვენი ძირითადი მიზანიც არის ჩვენ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში და სტრატეგიაში გეგმავთ და დღესაც ვახორციელებთ, რომ მაქსიმალურად სერვისების დივერსიფიცირება მოვახდინოთ. ამ ყველაფერში რა ადგილი უკავია ბაზრის წილიდან გამომდინარე სოკარს და იმავდროულად მე მესმის ახლა სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიას დირექტორის მხრიდან სუბიექტურით შეიძლება იყოს თვითონ კომპანიის უპირატესობებზე საუბარი, მაგრამ ყველა კომპანია პოზიციონირებს რაღაცა იმ უპირატესობით, რის გამოც მას ყავს ლოიალური მომხმარებლები. ბაზრის წილის მიხედვით სოკარს არც თუ უმნიშვნელო პოზიცია უჭირავს, დაახლოებით 15%-ით ვარ წარმოდგენილი ქართულ საწვავის ბაზარზე. უფრო გასაგები რო იყოს მაყურებლისთვის დღეში დაახლოებით 35000 მომხმარებელს ვემსახურებით. ეს არის თვეში მილიონზე მეტი მომხმარებელი. ლოიალური ჩვენი ყოველთვიური მომხმარებელი საწავ მიმართულებით 100000-ზე მეტი არის, ხოლო კორპორატიული მიმართულებით 2000 კომპანიას ვემსახურებთ. უზარმაზარი ციფრებია და მეთანხმებით მილიარდზე მეტი ბრუნვა გვაქვს წლიური. კონკურენტული ძირითადი უპირატესობები, რაც მე ვთვლი, რომ გამოგვარჩევს სხვა კომპანიებისგან, ეს არის ძირითადად საწვავის ხარისხი, რაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც აქცენტირებდით, იყო CSR. დღეს რა როლი აქვს CSR-ს ამ ყველაფერში, თქვენთვის, თქვენს ყოველდღიურობაში და იმ სამოქმედო გეგმაში, რომელსაც ყოველწლიურად დაახლებთ და მიყვებით?
ზოგადად როცა ვსაუბრობთ რომ ვარ დიდი კომპანია, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს ხო საზოგადოებაზე და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაში. შესაბამისად, ციფრები დაახლოებით ესე გამოიყურება. ბოლო 15 წლის განმავლობაში გვაქვს 153 მილიონი ლარი დახარჯული CSR მიმართულებით. ტრანზაქციები, რომელიც თქვენ ახსენეთ, 35,000, რომელიც გამოდის, რომ ეს არის ჯამური მილიარდამდე, რაც ჩვენ ასევე თქვენს ოფიციალურ ანგარიშგებაში ეს ყველაფერი ჩანს. შეგვიძლია თუ არა ჩვენ იმ მონაყოლიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოში, მათ შორის სოკარის პოზიციონირებას წარმოაჩენს, რომ საქართველოში სოკარი ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ, მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი და რო შევადაროთ სხვა ქვეყნებს, ჯერ სად არის კიდევ სოკარი და საქართველოს რა როლი უკავია ამ ყველაფერში. საქართველოში სოკარმა საცალო მიმართულებით გლობალურმა სოკარმა პირველი სადგური ააშენა. ანუ რუსთავში იყო პირველი სადგური გლობალური სოკარისთვის, რომელმაც ანუ სოკარის პირველი სადგური. სოკარის პირველი საქართველოს რუსთავში წარმოიდგინეთ. ხო, საქართველოში კი. 103 სადგურით ვართ ჩვენ წარმოდგენილი, 70 სადგურით არის უკრაინა წარმოდგენილი, უკრაინაში სოკარი წარმოდგენილი, 200-მდე სადგური არის შვეიცარიაში, დაახლოებით მაგდენი არის ავსტრიაში, რუმინეთში, როგორც მახსოვს, 60-მდე სადგური არის, თურქეთში დაახლოებით ასეთი ციფრი არის, მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, უკრაინაში, შვეიცარიაში და ავსტრიაში სოკარი არის ყველაზე პრემიალური ბრენდი. კი, ბრენდი. ეს არის ჩვენი ქიზიყის ნავთობაზა, საიდანაც ფაქტიურად ნახევარი საქართველოს მარაგდება, ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთი ნაწილი მთლიანად მარაგდება ამ ნავთობაზით, მოცულობით არის 10 მილიონი ლიტრიანი, 10 მილიონი ლიტრა ეტევა ამ ნავთობაზაში, ამის ნახევარი არის ბენზინი, ნახევარი არის დიზელი. როგორც იცი, ბენზინის პროდუქტ ჩვენ ვიღებთ ძირითადად ევროპიდან, ეს არის საბერძნეთი, ეს არის რუმინეთი და ბულგარეთი. ხოლო დიზელის პროდუქტს ვიღებთ ბაქოდან, აზერბაიჯანიდან, ჩვენი ქარხნიდან, რომელიც 2023 წელს გადაიარაღდა ტექნიკურად ამიჯობა ძალიან დროე ტექნოლოგიებით და ევრო 4-დან გადასვლა ევრო 5-ზე ზუსტად აი ამ პერიოდს უკავშირდებოდა, როდესაც რაღაც მომენტში წვეთა ქონდა და მაშინაც ევროპულ საწვავზე ვიყავით გადასული, თუმცა ეხლა ისეთი პარამეტრები დაიჭირა ჩვენმა ბაქოს ქარხანამ, რომ მართლა საოცარი არის და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ბაზარზე ესეთი ხარისხის დიზელი არავის არ აქვს ჩვენსგან. აქ გვაქვს ეხლა კიდე დამატებით მშენებლობები. კი, აქ გეგმაში გვაქვს, რომ კიდე 7 მილიონი ლიტრის მოცულობის რეზერვუარები დავამატოთ, წელს ბოლოს დავიწყებთ ამის მშენებლობას და რამდენიმე თვეში დავასრულებთ. ბაზა, როგორც ხედავ, აღჭურვილია ძალიან თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიური სიახლეებით, მათ შორის ჩვენი ლაბორატორიაც, რომელსაც ცალკე შეგიყვანთ და დაგეთვალიერებინებთ, სახანძრო სისტემების, სახანძროს დაცვის უსაფრთხოების სისტემები და ყველა სხვა ის კომპონენტები, რაც თანამედროვე ბაზას სჭირდება, ყველაფერი სტანდარტის მიხედვით არის დაცული. ესეთი ბაზა, გულახდილად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში მეორე არ არსებობს. შესავალშიც ახსენეთ, რომ სრულიად სხვა დონეზე არის გადანაცვლებული უკვე სოკარის საწვავის ხარისხი, რომელიც არამხოლოდ საბოლოო პროდუქტს, მის მონიტორინგს და მუდმივ დაკვირვებას უკავშირდება. რა ხდება ამ მიმართულებით კომპანიაში, რა ჯაჭვია ეწყო? გარდა იმისა, რომ გვაქვს ჩვენი საკუთარი ლაბორატორია და ფაქტიურად ერთადერთი კომპანია ამ ბიზნესში, ვისაც საკუთარი ლაბორატორია აქვს, გვყავს დაკონტრაქტებული და გვემსახურება ისეთი მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიები, როგორც არის კასპიანი, როგორც არის ჰოლანდიური ინტერტეკი და SGS-ი. ანუ სამივე ლაბორატორია ფაქტიურად გვემსახურება ჩვენ საწვავის ხარისხის კონტროლის ნაწილში. აბსოლუტურად ყველა ნაბიჯზე კონტროლდება საწვავის ხარისხი და თუ ყველა პარამეტრი, ყველა ქიმიური პარამეტრი ნორმაში არ არის, გამორიცხულია, რომ ეს საწვავი მოხდეს ჩვენს ქსელში. გარდა ამისა, ყოველწლიურად ჩვენ 550-მდე რეზერვუარი გვაქვს ჩვენს ავტოგასამართ სადგურებზე, ყოველწლიურად ირეცხება ყველა უკრებლივ ყველა რეზერვუარი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენს ბიზნესში. საწვავი თავისთავად არ არის იდეალურად სუფთა პროდუქტი, ამიტომ ყოველთვის ჭირდება, რომ საწვავის რეზერვუარი დაიცალოს,
გამოირეცხოს, ადამიანები ჩადიან სკაფანდრებით, სპეციალური კერხებით, სპეციალური ხსნარებით იწმინდება, მთლიანად რეზერვუარი ხდება ამისი ქიმიურად დამუშავება და შემდეგ ეს ყოველწლიური სტანდარტი არის. ყოველწლიური სტანდარტი არის, ამას გამორიცხულია, რომ ისე გავიდეს ერთ წელიწადი, რომ ეს არ გავაკეთოთ. რატომ არის რომ ვერაძლევენ საკუთარ თავს საშუალებას სხვა კომპანიებს რომ ჰქონდეთ ლაბორატორიები? ეს მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ინვესტირებაა თუ რისი ნაწილია ეს ყველაფერი? ძალიან ძვირადღირებული ფუფუნებაა ლაბორატორია, საკუთარი ლაბორატორია და ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავნერგეთ ჩვენს ბაზაზე ლაბორატორია, აღჭურვეთ უაღრესი ტექნოლოგიით, წელსაც რამდენიმე ახალი აპარატი დავამატეთ. Რა თქმა უნდა, ამას ვერ მოახერხებს პატარა კომპანია, გამორიცხულია, რომ ეს ამ ხელთან ხებს შეეცდეთ. თუნდაც რეზერვუარების წმენდა, თუნდაც საკუთარი ლაბორატორია, აი ამ პროცესებს იცავს მხოლოდ კომპანია, რომელსაც აქვს ფინანსური, მატერიალური, ადამიანური რესურსი. ადამიანური რესურსის მხრივაც მინდა გითხრათ, რომ ჩვენს კომპანიაში დასაქმებულები არიან უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები. მართლა ის 10-ით ყველა ვინც მუშაობს, გადის უამრავ ტრეინინგს ყოველწლიურად და ყოველწლიურად ძალიან დიდ თანხას ვხარჯებთ იმაში, რომ მათი კვალიფიკაცია ყოველთვის იყოს მოწოდების სიმაღლეზე. მე მგონი გუნდის წევრებსაც ნახავთ ხო? კი, ეხლა შევალთ ჩვენს ლაბორატორიაში, გაგაცნობთ ჩვენს თანამშრომლებს, ორი სიტყვით იქაც აგიხსნათ როგორ მიდის პროცესები, რა ეტაპებს გადის საწვავი და შემდეგ გადავინახოთ უკვე ჩვენს ავტოგასამართ სადგურს. მაგრამ მანამდე ნანოს თემაზეც უნდა ნანოს თემაზე აუცილებლად. როგორ ზანდები? კარგად, თავად როგორ ზანდებით? ვიხარია რომ გვესტუმრეთ. მადლობა, სასიამოვნოა. ნუ და ეს უკვე ცნობილი ლაბორატორია. რომელზეც მოვასწარეთ საუბარი გარეთ, მაგრამ აპირებული ხართ რომ ნანოზე, ბასზე, სხვადასხვა დანამატებზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ეფექტი მისცა, ხო? ძალიან ნანო არის ჩვენი დანამატი, რომელსაც საწვავს ვუკეთებთ, ვამატებთ. ნანო არის წარმოებული უმსხვილესი პეტროქიმიკატების წარმოებელი გერმანული კომპანია, რომელიც ოპერირებს 71 ქვეყანაში, 80 მილიარდამდე ბრუნვის კომპანია არის. ბასვი გვაწვდის ჩვენ ამ დანამატს, რომელსაც ჩვენს პროდუქტებს ვამატებ და ეს უკვე ის ხარისხები, რაზეც გესაუბრეთ, რა საუმჯობესებს, ეს არის ნაკლები წვა, მეტი სიმძლავრე, ეკოლოგიური მომენტები, აი ამაში ყველაფერში ეხმარება ნანო და ჩვენს მოხმარებლებს ძალიან მოსწონთ და თავიანთ მანქანებზე ცნობენ ამ დაიმკვიდრა თავი ბოლომდე, ხო ნანო? კი, ნანო არის ცალკე ბრენდი. ნინო, რა პროცესთან გვაქვს აქ საქმე და როგორ ხდება ის ყველაფერი, რომ ერთია კომპანიისგან გაცხადებული მისია და მეორე არის ის რეალობა, რასაც ვიღებთ უმაღლეს ხარისხთან დაკავშირებით. ნინო კობალაძე, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ნავთობპროდუქტების ექსპერტი, აკრედიტაციის ცენტრის ტექნიკური შემფასებელი. ნინო კობალაძე 2007 წლიდან 2024 წლამდე მუშაობდა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნავთობპროდუქტების ექსპერტად. ამჟამად კი არის სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ლაბორატორიის უფროსი და ხარისხის მენეჯერი. ჩვენი ლაბორატორია არის უახლესი წამყვანი ბრენდების ხელსაწყალმოწყობილობებით და გამზომის საშუალებებით აღჭურვილი, როგორც არის ამერიკული პაკი, ჰერცოგი, ავსტრიული, გერმანული კომპანიები, თერმო ფიშერი, მეტლერ ტოლედო და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორია გვაქვს და ამით ჩვენ ვამაყობთ, იმიტომ რომ მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტის და ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქტის მიწოდებისთვის ჩვენ ფაქტიურად 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ და დაწყებული პროდუქტის შემოსვლიდან ეს იქნება საზღვაო თუ სარკინიგზო გზით. ყველა წერტილში ხდება საწვავის შემოწმება და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხდება ჩვენი მომხმარებლის ავტომანქანაში შეუმოწმებელი საწვავი. საერთაშორისო აკრედიტაციის ფარგლებში
რა სიხშირით ხდება ნინო გადამოწმება, შემდგომ უკვე უშუალოდ თქვენი საქმიანობის გულისხმობ თვითონ მაკრედიტებელი ორგანიზაციების. თვითონ აკრედიტაციის ცენტრი წელიწადში ერთხელ არის ეს მინიმუმი, რა თქმა უნდა, ჩვენ 4 წლიანი ციკლი გვაქვს აკრედიტაციას ვიღებთ, შემდგომ წელიწადში ერთხელ ხდება ყოველწლიური შეფასება დამკვირვებლების მიერ. ეს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი გახლავთ ეს საერთაშორისო აკრედიტაციების წევრი, შესაბამისად მისი კომპეტენციაც აღიარებულია საერთაშორისო სისტემაში, შესაბამისად ჩვენ ყოველწლიურად გარდა იმისა, რომ აკრედიტაციის ცენტრი გთხოვს, ჩვენი კომპანია ვანებიურებს იმით, რომ ყოველწლიურად წელიწადში 2 ჯერ ბენზინის და დიზელის საწვავზე ვიღებთ ესეთი საერთაშორისო ნიდერლანდების ინსტიტუტია, საერთაშორისო ლაბორატორიული შორისი კვლევების, ვიღებთ მონაწილეობას, ეს არის პროფესიული ტესტირებები, რითიც ვამოწმებთ ჩვენს მიერ მიღებულ შედეგებს, ანუ ჩამოგვდის ბრმა ნიმუშები, სადაც არ ვიცით რა ხდება, რა პარამეტრებია, ჩვენ ვაკეთებთ ანალიზს, ვაგზავნით და შემდგომ ვიღებთ მათ შეფასებას. შემიძლია განახოთ ჩვენი წლების განმავლობაში მიღებული excellent სერტიფიკატები, ეს ნიშნავს, რომ ისინი გვაღიარებენ ჩვენ როგორც საუკეთესოს, მათი აღიარება ნიშნავს, რომ ჩვენი კომპეტენცია, ჩვენი მიღებული შედეგები არის დადასტურებული და აღიარებული. ესეც ბასვი და ნანო, ნოდარ, ხარისხი ადგილზეა. კაცულია. ბოლომდე, ყველა ეტაპზე და ყველა ჯაჭვი. მე მგონი უკვე შეგვიძლია გადავინაცვლოთ სადგურზე. სადგურზეც გადავინაცვლო და თქვენთან ინტერვიუ ვერ ჩაევლის, რომ ბაზრის მიმოხილვა თვითონ ავტომობილებზეც არ გავაკეთებთ და ეს დანარჩენი გზაშიც ვისაუბრებთ. მადლობა. ისამ შემოსულ ავტომობილებს. ანუ საოცარში გულისხმობ მის მზარდობას ცხადია. დიდი რაოდენობით. ძალიან. და ხშირად ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოში საერთოდ ამდენი ავტომობილი ეტევა. თქვენ რას აღრიცხავთ? სოკარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იქნებოდა საქმიანი საზოგადოებისთვის. რა სტატისტიკასთან გვაქვს საქმე და თან რა ტიპის ავტომობილებთან? ჩვენ ყოველთვიურად ვაკვირდებით მანქანების რაოდენობის ზრდის ტენდენციას. წლის განმავლობაში დაახლოებით 100,000 მანქანა ემატება ჩვენს ავტოპარკს. დღესდღეობით რეგისტრირებულია 1,700,000-ზე მეტი ავტომანქანა საქართველოში. რისი 20%-იც არის ჰიბრიდი, თითქმის 20%. ჰიბრიდული ავტომანქანები და ელექტროავტომანქანების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ერთის მხრივ ეს თითქოს და ნავთობ ბიზნესში მომუშავე კომპანიებისთვის საფრთხის შემცველი უნდა იყოს სტერეოტიპი. მოხმარების თვალსაზრისით, თუმცა პირიქით ფაქტი არის, რომ ყოველწლიურად ზრდა არის საწვავის იმპორტის, წლიდან წლამდე 5%-იანი ზრდა ჰქონდა მაგალითად 2024 წელს. მოხმარება იზრდება, ფაქტია, რომ ეკონომიკაც იზრდება, შესაბამისად აქტივობა გადანაწილდება, რა თქმა უნდა და კარგია, რომ ნელ-ნელა ანაცვლებს ალტერნატიული ენერგიის წყაროები შიდა ელექტრომობილები ახსენეთ უკვე და აქაც მნიშვნელოვანია თქვენი დაკვირვება, რას აკვირდებით და იმავდროულად ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ყველა თემატიკა, რაც მათ შორის განახლებად ენერგიას უკავშირდება. კი ბატონო. ელექტრომობილების იმპორტი საქართველოში მკვეთრად გაიზარდა 2024 წელს. აქამდე ჩვენ 2017 წელს პირველები ვიყავით ჩვენ ინდუსტრიაში, რომლებმაც დავიწყეთ ელექტრომობილების დამტენების მონტაჟი ჩვენ ქსელში. მაშინ ეს როგორც ბიზნესი პრინციპში არ განიხილებოდა და ეს უფრო რაღაცა CSR სოციალური პროექტების კატეგორიაში გაქონდა, თუმცა რა თქმა უნდა ვიცოდით, რომ 10 წლის შემდეგ თუ 5 წლის შემდეგ ბაზარი აქეთკენ წავიდოდა და ჩვენ გვინდოდა რომ ექსპერტიზა აგვეღო, გვესწავლა ეს ბიზნესი და რეალურად ეგრეც მოხდა. წინა წელს 72% გაიზარდა ელექტრომობილების იმპორტი, რაც მაგალითად რო შევადაროთ ჩინეთი გაიზარდა 26%-ით, 6% გაიზარდა ევროპა. ანუ ხვდები ხო, განსხვავებას რამდენად საქართველოში მოთხოვნადი გახდა ელექტრომობილების მოხმარება. თუმცა ჯერ მაინც რაოდენობა ელექტრომობილების არ აჭარბებს 11,000, ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიან ავტოპარკში 0.6%-ამდე არის ელექტრომობილების წილი. შესაბამისად, თუ ესე გაგრძელდა
ვფიქრობ, რომ აუცილებელი გახდება და რაც დღეს არის ყველაზე პრობლემატური, ეს არის დამტენების რაოდენობა საქართველოს, ხელმისაწვდომობა, ასე ვთქვათ, დამტენ საშუალებებზე. შესაბამისად ვავითარებთ, ვცდილობთ, რომ ყველა ლოკაციაზე დავახვედროთ ჩვენს მომხმარებელს ელექტროავტომობილების დამტენები. დღესდღეობით 20-მდე სადგური გვაქვს აღჭურვილი, თუმცა მხოლოდ წელს კიდე დაახლოებით 10 ლოკაციას ვამატებთ. ცალკე აღებულად ძალიან საინტერესო პროექტს ვიწყებთ. ეხლა დაახლოებით ერთ თვეში დავიწყებთ უკვე და შემოდგომაზე უკვე გვექნება ელექტრომანქანების დატენვის სადგური, სადაც არის ცალკე, ანუ სადაც საერთოდ არანაირი საწვავი არ იქნება, არც ბენზინი, არც დიზელი, მხოლოდ იქნება ელექტრომანქანების დამტენები, რომელიც იქნება ბელიაშვილის ქუჩაზე და ეს იქნება პირველი რეგიონში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში, რომელიც ასევე იქნება მზის პანელებით აღჭურვილი, იქნება ჩვენი ვეიმარტის მაღაზია. ვეიმარტში შევივლით, ხო დღეს? ვეიმარტში დღეს აუცილებლად შევივლით ჩვენს განახლებულ სადგურში და ჩვენს ახალ ბრენდინგსაც განახებთ. გადაცემისთვის მომზადების სანამ მოვიდოდით თქვენთან ინტერვიუზე, აღმოვაჩინე, რომ თქვენს კომპანიას ამ შემთხვევაში პირდაპირ აქვს გულისხმობს სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს სტრატეგიაზე დაკონტრაქტება გაკეთებული McKinsey-სთან, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ანალიტიკური კომპანიაა. რა ამოცანაა გაწერილი ამ ყველაფერზე და რა დეტალებზე აპირებთ მან აქცენტირებას? McKinsey გლობალურ სოკარს ემსახურება პირველ რიგში. რამდენიმე დღის წინ მქონდა ზუსტად McKinsey-ის ოფისთან შეხვედრა და ფაქტიურად ყველა ის კომპონენტი, რაც უნდა 10 წლის პერსპექტივაში გავითვალისწინოთ, ყველა პროექტი უკვე დაინიცირებული გვაქვს და პროცესში გვაქვს. ანუ ძირითადად სტრატეგია უკავშირდება შემდეგს, რომ თუ აქამდე ავტოგასამართი სადგური იყო მხოლოდ ბენზინი ან დიზელის პროდუქტებით აღჭურვილი, დღესდღეობით ეს ასე ვთქვათ იცვლება და ორიენტაცია ხდება სერვისების მაქსიმალურ დივერსიფიცირებაზე. ანუ იქ ბენზინიც უნდა დახვდეს მომხმარებელს, ელექტროდამტენიც უნდა დახვდეს, რაღაცა საფოსტო პიკაპ პოინტებიც უნდა დახვდეს. ყველა სერვისი რაც შეიძლება მძღოლს ან მის გზავრს გზაში დასჭირდეს. ვფიქრობ, რომ უახლოეს 5 წელიწადში აბსოლუტურად სახეს შეიცვლის ეს ბიზნესი. მაგრამ ის რასაც McKinsey სოკარ ჯორჯია პეტროლიუმისთვის აკეთებს, ის აწლიან განვითარების გეგმაა, ხო? აუცილებლად და სრულთან ხვედრაშია გლობალურ სოკართან და გლობალურად ზოგადად რა ტენდენციებიც არის ბაზარზე ამ მიმართულებით. სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელია კორპორატიული ნაწილი. McKinsey-დან გამომდინარე, მაინტერესებს აქ როგორ ვართ წარმოდგენილი და რაზე აკეთებ ძირითადში აქცენტირებას. როგორც ინტერვიუს დასაწყისში გითხარით, გიორგი, 2000 კომპანიას ვემსახურებით კორპორატიულ ნაწილში, რაც ძირითადად ფაქტიურად ქართული ეკონომიკის მინიმუმ ნახევარს ქმნის. კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვინ არის მათი მომწოდებელი საწვავის ნაწილში, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ბიზნესში საწვავი, როგორც მათი საოპერაციო დანახარჯი, არის ერთ-ერთი დიდი ხარჯის წილი. ზოგ შემთხვევაში 50%-ს აღემატება მათი დანახარჯი საწვავის ნაწილში. ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია ვისთან თანამშრომლობენ და ის რომ ჩვენ ვართ გლობალური კომპანია, ის რომ ჩვენ ამდენ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი, ის რომ ჩვენი საკუთარი ნავთო, ჩვენი საკუთარი დიზელი გვაქვს, ის რომ ჩვენ ევროპიდან შემოგვაქვს, ის რომ ხარისხს ესე მაგრად ვიცავ და ესე ვაკვირდებით, ყველა პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს პირადად მიგვაქვს ხოლმე მათ დამფუძნებლებთან და მათ ტოპ მენეჯმენტთან. ამიტომ ვცდილობთ, რომ ეს არ იყოს ჩვენი ურთიერთობა ჩვენს კორპორატიულ კლიენტებთან, არ იყოს ფორმალურ დონეზე რა, შენ მომსწრე წყალ ჩვენ წინა შეხვედრაზე, როგორი უშუალო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მე პირველად ვიყავი და შემიძლია იგივე გამემეორე ხა თქვით, რომ ეს დახურული შეხვედრები იქნებოდა, მაგრამ დავაკვირდი პარტნიორებისთვის ეს იყო რაღაც შეჩეული უშუალო გარემო რა, სადაც უბრალოდ სიახლეებს ელოდებიან. ყავდა მაგალითად წინა სექტემბერში ყავდა წაყვანილი ბაქოში ჩვენს head office-ში 30 კომპანიის
ტოპ მენეჯერი, წარმომადგენელი და გვინდოდა რომ ვენახებინა რეალურად სად დაიბადა სოკარი და რა პროცესი გაიარა იქ. ასევე ქონდა შესაძლებლობა რომ ფორმულა 1-ის ჩემპიონატს დავსწრებოდით ბაქოში, რომელიც ჩატარდა და ძალიან მაგარი იყო, ძალიან საინტერესო იყო და ბიზნესმენების ფოტოებიც ნახე, კმაყოფილები და ძალიან ბედნიერები. მაგარი ტური გამოგვივიდა 3 დღე ერთად გავატარეთ ჩვენ და ჩვენმა მეგობარმა კომპანიებმა და საოცარი თავგადასავლები ჰქონდა ბაქოში. მე ვიცი, ერთი უამრავი აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციისგან პრიზები, რომელიც არქიტექტურაში და დიზაინშიც მიღებული აქვს. Sokar Petroleum Georgia's ჩემო ბატონო, მაგრამ ზოგადად ვიცი რომ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთ ამ მიმართულებას, დიზაინი და არქიტექტურა ქვია. რა შეგიძლია მითხრა აქ სიახლეები? ხო, ვცდილობთ რომ გამორჩეულები ვიყოთ. რა სტანდარტული სადგურები აღარ არის იმდენად საინტერესო, განსაკუთრებით როდესაც ავტომაგისტრალზე მიდიხარ და შეყოვნების პერიოდი არის 15-დან 15 წუთიდან ნახევარ საათამდე, იქ ადამიანს უფრო მოხმარებლის უფრო საინტერესოა რომ რაც შეიძლება დიდი ობიექტი იყოს, მეტი პროდუქტი იყოს, მეტი სერვისი იყოს, უფრო მეტი დრო მარტივად გაატაროს, ანუ მარტო საწვავი არ იყოს მისთვის საჭიროება, არამედ სხვა დანარჩენი სერვისებიც, მაგალითად, ჩვენი ქუთაისის მიმდებარედ თერჯოლის ობიექტი, გორის მიმდებარედ ურბნისის ობიექტი, ხო, ბათუმის მაკდონალდსი, ეგრეთ წოდებული მაკდონალდსი, ხო, ეს ჩვენი აშენებული, ჩვენი დაკვეთით აშენებული გიორგი ხმალაძის პროექტია და ძალიან მაგარი პროექტია და არაერთი ჯილდო აქვს მიღებული ამ პროექტს. აი ხო მაგალითად დავიწყეთ ჩვენი სადგურების მცირე რებრენდინგი, ძირითად ბრენდინგს რა თქმა უნდა ვინარჩუნებთ, თუმცა შავი სოკარის კონცეფცია ეხლა შემოვიღეთ და დავნერგეთ, რამდენიმე სადგური უკვე გავაკეთეთ და მომხმარებას ძალიან მოეწონათ. ლოკალურ დონეზე გაყიდვები ძალიან გაიზარდა იქ, სადაც შავი სოკარი გავაკეთეთ. ეს პრინციპში ჩვენი მოგონილი არ არის და სოკარის გლობალურმა კომპანიამ ეს შვეიცარიაში დანერგა თავის დროზე, უკრაინაში ძირითადად სუა ესეთი ტიპის სადგურები არის და ძალიან მოგვეწონა ჩვენ როდესაც ვიყავით ვიზიტზე და დავათვალიერეთ მათი პრემისები ძალიან მოგვეწონა და რატომაც არა რომ დავნერგოთ კი საინტერესოა და განსხვავებულია და უფრო პრემიალურია. ოკეი. ლანჩენ სადგურზე ვნახავთ. კი, ბატონო. და ესეც ვეიმარტი და შენი მეგობარი გზაზე. კი, შენი მეგობარი გზაზე. ძალიან საინტერესო პროცესები მიდის ზოგადად საცალო ვაჭრობაში და როგორც ყველა სხვა ინდუსტრიაში, როგორც არის პირობითად საბანკო სექტორში, რაც მოხდა თავის დროზე, რაც მოხდა სადაზღვევო სექტორში, ხო ეს გამსხვილება, იგივე პროცესი მიმდინარეობს ახლა საცალო ვაჭრობაში. რა ჩვენც დაახლოებით გავაორმაგეთ ჩვენი სადგურებზე არსებული მაღაზიების რაოდენობა მოთხოვნის შესაბამისად, ანუ აქამდე არ ქონდა ფაქტიურად ყველგან და ეხლა ვცდილობთ რომ მაქსიმალურად მოვიცვათ და ყველა სადგურზე ხელმისაწვდომი იყოს რაღაცა ტიპის ზოგი მცირე ზომის, ზოგი უფრო დიდი ფორმატის მაღაზიები, მაგრამ ვცდილობთ რომ რაღაცა პროდუქტი მაინც დავახვედროთ. ამიტომ ეხლა აქ რაც ვქენით, ეხლა ჩვენ გავზარდეთ სივრცე და მოსასწრები ზონა გავზარდეთ რომ მაქსიმალურად მომხმარებლის დაყოვნების პერიოდი გავზარდოთ და შევეცადოთ უფრო კომფორტული გახდეს მანამ სანამ პირობითად ან ჩვენს hot-dog შეჭამს ან მანქანას დატენის რომ 15-20 წუთი ან ნახევარ საათი კომფორტულ გარემოში გაატაროს და დიზაინიც ვეცადეთ რომ მეგობრული ყოფილიყო და ყველა ძალიან მოსწონს, ხო აქამდე ვინც მოვიდა ყველა ძალიან მოსწონს. ყავაც არის. ყავაც არის, კი, ყავა შემილია გაგასინჯოთ. გამასინჯოთ შეიძლება. ჩვენ გვაქვს იტალიური ყავა, რომელიც 1870 წელს დაარსებული კომპანია ნეაპოლში, სხვათა შორის. ვეიმარტის კონცეფცია. კი, ვეიმარტის კონცეფცია. უბრალოდ თვითონ ყავა არის ნეაპოლიდან იტალიური ძალიან მაღალი ხარისხის ყავა. ჩვენი ყავის კუთხე, ჩვენი სნეკების კუთხე, გამოსაცხოი პროდუქციის კუთხე, რომელიც აქვე ცხება და ძალიან ფრეშ პროდუქტები არის ყველა ძირითადად დილაობით უზარმაზარი რიგებით დგას ხოლმე, რომ ადამიანები დილას სამსახურში ძალიან ის არის რა, კომფორტული, იმიტომ რომ სამსახურში წასვლის წინ დილით შემოერბინე, ყავა აიღე, სნეკი აიღე, სამსახურში უკვე ენერგიულად
შევდგეთ მუშაობას. ჩვენი ჰოთ-დოგები ცნობილი ჰოთ-დოგებია, რამდენიმე 1000 ჰოთ-დოგს ვიყიდით დღეში. და სხვაობა რაც არის და რაც ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა, მანქანის ძღოლზეა გაწვრილი, იმიტომ რომ არ არის გაჭრილი პური, პირდაპირ შეგნით ესეთი ფორმა აქვს, რომ პირდაპირ შეგვიძლია მანქანა ატარო და თან ისე შეჭამო. გამზადებული, ხო? ანუ ახლა დავამატეთ შაურმის კუთხეც, გერმანიიდან გამოგვაქვს შაურმის ხორცი, კაცმისაც არის და შერეული ხორციც არის და უმაღლეს ხარისხის ხორცია, ვინც ჭამა, იმის მერე ყოველდღე გვაკითხავს და ძალიან ბევრი შაურმაც, ხო, ძალიან ის არის. მოთხოვნადი პროდუქტი გახდა. ეს თქვენი უკვე ეს დამატებული სივრცეებია. კი, ეს დავამატეთ, ახლა გავზარდეთ, როგორც გითხარი, მე დამავიწყდა შენთვის გვეთქვა, რამხელა სიმაღლეზე ყავს ჩვენი ტუალეტები, ეგრეთ წოდებული. ეგ არ დაგავიწყდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სისუფთავე და კომფორტი დახვდით, რომ ადამიანის პირველი საჭიროება ეგ არის და მერე იწყება ჰოთ-დოგზე და ყავაზე. პირველი რაც უნდა რომ მოწესრიგდეს, არკეს ჩაიხადოს, ხელები დაივანოს და ასე შემდეგ. თითქმის ყველა თემაზე საუბრისას ახერხებდით, რომ მათ შორის გეგმებზეც გვესაუბრა, მაგრამ არის თუ არა კონცეპტუალური გეგმა მიღმა იმისა, რაზეც თქვათ იქ მაკინზის ამუშავებთ, თქვენი საკუთარი სამოქმედო გეგმა გაქვთ, ბოლო-ბოლოს საოპერაციო რუტინა, რომელიც არ არის იოლი ამ ხელა მასშტაბის კომპანიის მართვა. რა არის pipeline-ში საიმისოდ, რომელიც თქვენი ლიდერობით გუნდს აქვს დასახული? საინტერესო პროცესს გავდივართ რა ზოგადად კომპანია როგორც გზაში საუბრობდით რა იყო აქამდე ზოგადად არა მარტო სოკარი არამედ ყველა სხვა ბიზნესი რომელიც ამ მიმართულებით ოპერირებს არის იყო ძირითადად ბენზინის ან დიზელის გამყიდველი კომპანია ხო ეხლა აბსოლუტურად გადაიქცა სხვა ფორმას იღებს აბსოლუტურად რა ეს არის კომპანია რომელსაც აქვს გეოგრაფიული რაღაცა ლოკაციები სადაც ყველაფერი შეიძლება ნებისმიერი სერვისი ან პროდუქტი შეიძინოს მოხმარება, რომელიც შეიძლება დაჭირდეს გზაში ადამიანს. როგორც გითხარი, ელექტროსადგურის მშენებლობას ვიწყებთ ახლა და ძალიან მაგარი სადგური გამოგვივა და იქ ცალკე მინდა რომ დაგპატიჟო და მოგიყვე, რა ტიპის კონცეფცია იქნება და როგორი სადგური გამოგვივა, მანამდე ძირითადად ჩვენი აქცენტი ახლა არის დიგიტალიზაციაზე, უფრო მეტი სერვისი რო შევთავაზოთ მათ შორის ტელეფონში, რომ უფრო მარტივი იყოს, რომ აპლიკაციის მეშვეობით ადამიანმა მიიღოს სხვადასხვა სერვისები. აი ხედავთ ხო, აქ ყავის ჭიქაზე გვაქვს QR კოდი, რომლის მიხედვითაც აფასებ უბრალოდ ჩვენს მომსახურებას, აი ბევრ სხვა რაღაცაში ვიყენებთ ამას, ხო ვცვლით ხოლმე მე შიგნით ხანდახან სერვისს ვაფასებთ, ხანდახან რაღაც მომსახურების ხარისხს, ხანდახან თვითონ პროდუქტის ხარისხს ვაფასებთ. ანუ ხშირად აი ეს ტექნოლოგიური სიახლეები გვიმარტივებს გარკვეული პროცესების სწორად კეთებას. AI-ზე ვმუშაობთ, ხა ძალიან აქტიურად. საუბრისას მაშინ პრეზენტაციაზე ახსენეთ გუნდის მუდმივი ზრუნვა, რომ აპლიკაცია იყოს მაქსიმალურად მეგობრული და ადაპტირებადი და ეს ყოველ ძალიან ხშირად ახლდება. დღეს რეალურად აპლიკაციაზე გიფიქსირდება თუ არა იმ ზარდი მოხმარება. განუახლეთ და ძალიან მაგარი შედეგები აქვს. ძალიან მარტივი აპლიკაცია ყველას აქვს, როგორც ჩვენ საბანკო აპლიკაციას ხმარობთ, ისე ხმარობს უკვე ადამიანის საწვავის აპლიკაციას. სადაც შეგნით ჩაშენებული გვაქვს არა მარტო საწვავთან დაკავშირებული სიახლეები, ხო? აი თუ კი რამე ინდუსტრიასთან მიმართებით შეიძლება საინტერესო იყოს და ხელ იყოს გამოსაყენებელი იყოს, ყველაფერი ჩაშენებულია ჩვენს აპლიკაციაში და ამ ხრივ ერთ-ერთი ლიდერები ვართ ბაზარზე. რას ფიქრობთ, ჩვენი შემდეგი შეხვედრის ადგილი ელექტროსადგური? ბელიაშვილის ქუჩაზე იქნება ელექტროსადგური, სოლარ პანელები პირველი რეგიონში და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთვისაც და ჩვენი მაყურებლისთვისაც რასთავარია. წარმატებები და მადლობა, რომ გვესტუმრეთ. მადლობა დიდი ამ შესაძლებლობისთვის.